კითხვას სვავს, რომ რატო ვერ ახერხებს ადამიანის შინაგან მდუმარებას, მრავალი რატო ვერ ახერხებს? ანუ ქაოსი რატო აქვს თავში? სულ რაღაც სისულელებზე რატო ფიქრობს? წარსულზე და მომავალზე რატო ოცნებობს? რატო ვერ ახერხებს ვნებებისაგან და გულის სიტყვებისაგან თავისუფალი იყოს? პასუხი ესეთია: სულის სიღრმეში დამარხული ვნებები არ ინკურნებიან ხორციელი ღვაწლით. სულის სიღრმეში ვნებები აქვს დამარხული. წარსულზეც და მომავალზეც რო ოცნებობს, იქ ისეთ რაღაცებზე ფიქრობს, რაც მას ენატრება, რაც მას უყვარს, სადაც მას სიამოვნება განუცდია. ან შეიძლება ღმერთზე მინდობა არ აქვს და შიშები აქვს, კომპლექსები აქვს, ესეც ბოროტებაა. ან წარსულზე რაღაც ჩადენილი აქვს და იმაზე ნერვიულობს, თქვა და განიცდის, ესეც ღმერთი ღვთისადმი უნდობლობაა. ანუ ყოველთვის, როდესაც ის რაც გითხარით, ის თუ არ არის და სხვა ნებისმიერი არის გამოწვეული იქიდან, რომ რაღაც სიამოვნებები გახსოვს, ან გინდა და ამაზე ფიქრობ, ან კიდე რაღაცა ტკივილები და ბოროტება იყო შენ ცხოვრებაში და ცოდვა იყო და რაღაც ცუდი ხდებოდა და ის გაშინებს, ის გგუნავს და ანუ ღმერთის იმედი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არასწორია. და ეს არის ურწმუნოების ვნებები და ვნებები ჰედონიზმიდან, ანუ ხორციელი მიდრეკილებებიდან გამომდინარე, ან ეგოიზმიდან და პატიმოყარეობიდან ვიღაცამ შეურაცხყოფა, შურიზიების ბრისხანებით ხარ ახსილი და ასე შემდეგ. ანუ ეს ვნებები შენში არის სიღრმეში. დღის განმავლობაში არ გაწუხებს, როგორც კი განმარტოვდები, მოეშვები, იმ წამსვე წამოვლენ, ან ლოცვის დროს წამოვლენ და იწყებენ შენ